ესე რომ მოგიყვეთ ამბავი უხერხული ხო არ იქნება მე მგონი არა კაი აზრი მოგესალმებით მეგობრებო რაღაც სულ ისე ემთხვევა რომ ვიდეოების ჩაწერას მაშინ ვიწყებ როცა ძალიან მეცინება და წესით რიგით ამისთვის ენერგია არ უნდა მქონდეს მაგრამ თან სამუშაო მაქვს და სამეცადინე მაქვს და ის რომ არ გავაკეთო ამიტომ ვიდეოების ჩაწერას ვიწყებ რომ სინდის ნამოსმა არ შემაწუხოს რომ არ მუშაობ და მეცადინე გამამართლებელი მიზეზი მაქვს ამისთვის ხო და რომ ვიფიქრე რაზე ჩავწერო თქო დღეს გამახსენდა ჩემმა დაქალმა საფრანგეთში სწავლის პერიოდიდან რაღაც ნაწილი და მინდა რომ ამაზე მოგიყვეთ ამიტომ ახალ სერიას ჩავუშვებ ჭორაობებში საფრანგეთში ცხოვრების 6 თვე მათთვის ვინც არ მიცნობს მოკლე ბექგრაუნდი რომ გითხრათ მე 7 კლასამდე ვიზრდებოდი ზედა სიმონეთში შემდეგ გადმოვედით ქუთაისშივე დავამთავრე სკოლა შემდეგ გავაგრძელე ქუთაისშივე მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლა დავასრულე 2019 წელს ბაკალავრი და იმავე წელსვე გადავწყვიტე რომ სწავლა გამეგრძელებინა მაგისტრატურაზე ისე მათემატიკის მიმართულებით მცირე სპოილერი შეგახსენებთ რომ 2019 წელი ის წელია რომლის ბოლოს პანდემია დაიწყო ჩავაბარე მათემატიკის მაგისტრატურაზე და ცოტა ხანში გამოცხადდა გაცვლითი პროგრამა Erasmus Plus-ის გაცვლითი პროგრამა INSA Rennes-ში ქალაქი რენი საფრანგეთში რა თქმა უნდა გადავწყვიტე რომ ბედი უნდა მეცადა და წარმატებული აღმოჩნდა ეგც და დამარჩიეს ამ გაცვლითი პროგრამისთვის და უნდა წავსულიყავი საფრანგეთში 2020 წლის იანვრიდან თუ ზუსტად მახსოვს ჩემი ფრენა იყო 10 იანვარს ან 9 იანვარს რაღაც ეგრე პირველად მივდიოდი დამოუკიდებლად საზღვარგარეთ და მახსოვს მამაჩემმა ფული არ დაკარგო და შარლის შიგნით ჩააკერა საიდუმლო ჯიპე რომ ფული ასე წამეღო რომ საზღვარზე რომ ვინმეს მოეთხოვა შემოწმებისთვის რა რომ ეს ფული მანამდე ვინმეს არ მოეპარა მაგრამ მე რისითამარი ვიყავი პირველი დამოუკიდებელი მგზავრობა იყო ჩემთვის შესაბამისად ზუსტად ვიცოდი რომელი ნაბიჯის შემდეგ საით უნდა გადამედგა ნაბიჯი პარიზში ჩავდიოდი დიდ აეროპორტში და ვიცოდი რომ ცოტა შეიძლება ცოტა რთული ყოფილიყო გაგნება მაგრამ სინამდვილეში იმაზე ადვილი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა ჩადი და იკითხე ხო პირდაპირ არ არის საჭირო 1500 ვიდეოს ყურება მაგრამ მომზადებული ვიყავი წასული მოკლედ წარმატებით მივედი მატარებლის სადგურზე და ასევე წარმატებით ჩავაღწიე რენში არ დამავიწყდეს ესეც საინტერესო ისტორია რენში მატარებლის სადგურზე უნდა დამხვედრო და იქაოთი სტუდენტი რომ კამპუსამდე მივეყვანე და მე კამპუსზეც გაეკვალა გზა ხო და მატარებლის სადგურს რომ მივუახლოვდი ზარიად ჩემს ტელეფონზე და ვიღაცა მესაუბრება ინგლისურად ჯერ ხო ფოტო დამემართა ვიღაცა რომ მირეკავდა ტელეფონზე და მე ინგლისურად საუბარი ხო საერთოდ არც წარმოუდგენელი იყო ვერაფერიც ვერ გავიგე მაგრამ წარმატებით ვიპოვეთ ერთმანეთი ამ მატარებლის სადგურზე და წარმატებით მივაღწიეთ კამპუსამდეც ამ კამპუსზე იყო სალექციო შენობები და პლუს სტუდენტური საცხოვრებლები სადაც მეც უნდა მეცხოვრა მომავალი სემესტრის განმავლობაში ავიღე ეს ჩემი გასაღები ოთახის ნომერი და ამ სტუდენტმა უნდა მიმაცილოს ისევ ამ ჩემს ოთახამდე და მგონია რომ იცის მაგრამ როგორც თქვენ იცით ისე იცოდა ირანა ყველას შეიძლება დაიმართოს ახლა ყველაფერი ხო არ ეცოდინებოდა ცხადია მაგრამ მოკლედ შენობას მივაგენით შენობა სწორი იყო მაგრამ ეს ოთახის ნომერი კი მქონდა მაგრამ ვერ გაარკვია რომელი სართულზე იყო და მოვიარეთ ყველა სართული და აღმოჩნდა რომ ჩემი ოთახი იყო 0 სართულზე და წარმოიდგინეთ ჩვენ ვიყავით პირველ მეორე და მესამე სართულებზეც და მე ამ კიბეებზე დავათრევთ ჩემს 20 კილოგრამიან ბარგს იმიტომ რომ ლიფტი არ იყო არა კი შემომთავაზა ამ ბიჭმა რაღაც ეტაპზე რომ დაგეხმარებიო მაგრამ მე იმერულად მეთქი არ მინდა იყოს მაშინ მეგონა რომ პირველ სართულზე იქნებოდა ჩემი ოთახი შემომთავაზი ადამიანო მეორედ იქნება გეუბნები რომ ჭირდება დახმარება ხო საბოლოოდ დავბინავდი და 20 წუთი არ იყო გასული ვიღაც მიგაგონებს გარს მეთქი ვინ არის და ხედავ ვიღაცა უცხო ხალხია
ცხადია საფრანგეთში არავის არ ვიცნობდი. მაგრამ ეს უცხო ხალხი აღმოჩნდნენ ჩემი მომავალი მეზობლები. თავიდან კი გავკვირდათ, რომ რამ გადმოგაფრინა ამერიკიდან საფრანგეთში სასწავლებლად, მაგრამ მაგ დღეს გაიგეს პირველად, რომ ევროპაშიც არსებობს ქვეყანა ჯორჯია, შავ ზღვასთან. როგორც შემდგომი საუბრებიდან ირკვევა, მათ ეგონათ, რომ ამ პირველი შეხვედრით ძალიან შემაშინეს. არა, ცხადია, ახლა ვიღაც 20 წუთის ჩამოსულია და თავზე დაადექი, რომ ვინ ხარ, საიდან ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის პირიქით რაღაც თბილ ჟესტთან ასოცირდა ეგ ყველაფერი და ამიტომ ეგ პირველი შთაბეჭდილება ჩემი ეგ იყო, რომ როგორი თბილი ხალხი ყოფილან ფრანგები მეთქი. წუთი შესვენება ავიღე, ჩაისთან ერთად მოგიყვებით ჩემს ისტორიებს ახლა. მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2020 წელი ის წელია კოვიდი რომ დაიწყო, უბრალოდ კოვიდი დაიწყო 2019-ში, მაგრამ მთელი ეს каранტინი და ამბები უკვე 2020-დან დაიწყო. ცხადია, საფრანგეთის არ ყოფილა გამონაკლისი და ჩემი ჩასვლიდან 2 თვეში დაიწყო каранტინი. მაგრამ მანამდე მოიცათ, მანამდე საინტერესო ამბებს ვტოვებ. იმ მომენტზე ვიყავით ჩემი მეზობლები, ჩემმა მეზობლებმა რომ კარზე დამიკაკუნეს და გავეცანი. ხო, მაგის შემდეგ არ მახსოვს მეორე თუ მესამე დღეს გავეცანით ჩემი ქართველი მეზობელი. ანუ ვიცოდი რომ 3 ქართველი მივდიოდით საფრანგეთში, მაგრამ ვიცოდი რომ ის 2 სტუდენტი იყო ჯავახიშვილიდან და არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი. ხოდა რომ ჩავედი საფრანგეთში, მეორე თუ მესამე დღეს გამაცნეს ფრანგებმა ქართველი. ჩვენი გაცნობის ისტორია სავარაუდოდ თამარს უფრო კარგად ახსოვს, მაგრამ მე ის მახსოვს ოთახში რომ შემოვიპატიშე და კიტრის მწნილზე დავპატიშე. რატომ გქონდა ოთახში კიტრის მწნილი? საერთოდ კიტრის მწნილი არის ჩემი საყვარელი მწნილი მწნილებს შორის. და საფრანგეთში რომ ჩავედი, პირველ დღეს, პირველ საღამოს ჩემი ბანკის ვარათი არ მუშაობდა და ქეში მქონდა მხოლოდ და მაღაზიაში რომ წავედი, რა უნდა მეყიდა თუ არა კიტრის მწნილი. მაღაზიაზე ახლა გამახსენდა, აუცილებლად უნდა ვახსენო. მანამ მე წავიდოდი საფრანგეთში, მანამდე წინა წელს, იგივე პროგრამით, იგივე უნივერსიტეტში, ჩემი უნივერსიტეტიდან იყვნენ გოგოები. წასული და მაღაზიის გზა არ ვიცოდი და ვურეკავ ანას და ანას ახსოვდა ყველა მისახვევ მოსახვევის საიდან სად უნდა წავსულიყავი მაღაზიაში. და როგორც იტყვიან, ნეტა ანას მახსოვრობა მომცა, იმიტომ რომ რა ვიცი, ყველაფერი ახსოვდა და ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. და აქედანაც მადლობა მას. მოკლედ გავიცანი თამარი, გავიცანი ბექაც, მესამე სტუდენტი. და რა ვიცი, 2 თვე მშვენივრად ვცხოვრობდით каранტინამდე. შესანიშნავი მეზობლები გვყავდა ფრანგები. ბექა თავისას იტყვის. ოკეი. ამას ნამდვილად არ ვადებთ სუბტიტრებს. ყოველ შემთხვევაში სოციალიზაცია გამოგვდიოდა. სხვათა შორის ცხოვრებაში პირველად ვიყავი ყინულის მოედანზე. რის შემდეგაც ნახევარი მხარე გაშეშებული მქონდა ერთი კვირა მართალია. მაგრამ მაინც კარგად მახსენდება. არა, იქ კი მწარედ დავებერტყე 3-4-ჯერ, მაგრამ არა უშავს ხო გადავიტანე. ძალიან კარგად მახსენდება ასევე ახლომდებარე ქალაქში მოგზაურობა. ქართველები ვიყავით წასული. და გვეგონა რომ მთელი სემესტრი ეგრე გაგრძელდებოდა მოგზაურობაში. But no. каранტინი დაიწყო ალბათ 9 თვის მერე. თებერვალში ვიყავით, მე მგონი და რაღაცა ცოტა ხანში დაიწყო უკვე каранტინი. ხო, каранტინამდელი არა, მაგრამ ზოგადად ჩემი საფრანგეთში ცხოვრების ეგ პერიოდი ხასიათდება ერთი გრძელვადიანი კრაშით. შეგვიძლია თქვათ, რომ თავარი მახასიათებელი რაღაცა ეს სამახსოვრო ბარათივით არის ჩემი კრაში. რამდენიმე ისტორიაში გამოჩნდება, ამიტომ მოდი პირობითად დავარქვათ ფაკუნდო. და ამ ეპიზოდში მოგიყვებით ჩვენი შეხვედრის ისტორიასაც. როგორც გითხარით, ერთ-ერთი საგანი რაც უნდა მესწავლა იყო ფრანგული და სხვათა შორის დილის 8 საათზე მქონდა ფრანგულის ლექციები. და მიუხედავად იმისა, რომ 5 წუთი მჭირდებოდა სალექციო ოთახამდე მისასვლელად, სულ ვაგვიანებდი, მაგრამ არა პირველ ლექციაზე. მაგრამ მაგ ლექციაზე ვიღაც სხვამ დააგვიანა.
და მაგიტომ არის ეს ისტორია ასეთი შთამბეჭდავი. ხო, გავაგრძელოთ. მოკლედ, ფრანგულის ლექციაზე ვზივართ ოთახში და როგორც ეს პირველი ლექცია იწყება ხოლმე გაცნობითი ხასიათით, ზუსტად ეგრე დაიწყო და ვიღაც საუბრობს, არ მახსოვს ზუსტად ეს რაღაცა სახელი, გვარი, რა საქმიანობს და ასე შემდეგ და უცებ იღება კარი და ყველა მივბრუნდით უკან. მივბრუნდით უკან და ვხედავ კარში შემოდის ქერა, ცისფერ თვალება, ახოვანი, ნავრჯიშები ყმაწვილი და უცებ გონია რომ გაჩერდა წამი და მინდა რომ ვინმე დამინიავოს რომ ეს აფრიალდეს ჩემი თმა ქარში და რაღაც თავი მგონია მელოდრამაში ან ბოლივუდურ დრამაში და ნუ მოკლედ როგორც აღვიქვი რომ ეს სიმპათიური ყმაწვილია გულში დავიწყე ლოცვა რომ ნეტეთ ჩემს გვერდით დაჯდეს მეთქი და ისე აგიხდეთ ყველაფერი კაი ჩემს გვერდით დაჯდა ზუსტად მაგრამ ცხადია ახლა ქართველი კდემამოსილი მithumetes იმერელი გოგო იმას არ შევიმჩნევდი რომ ბიჭი მომეწონა რას ლაპარაკობთ ესე ცხვირაბზოებული ბიჭექი დავის ნუ ახლა მაშინ პატარაც ვიყავი შედარებით და კომპლექსებით დახუნწლული მაგრამ მაინც ქრაში რა ქრაშია თუ იცის რომ ქრაშია ხო და რა შედარებით პატარა 5 წლით პატარა ვიყავი და 5 წელში იცით რამდენი რამე მოხდა არა არ იცით მაგრამ მოგიყვებით არა ყველაფერს ვერ მოგიყვებით მაგრამ საინტერესო რამეებს მოგიყვებით დღეისათვის სულ ეს იყო დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს დამიჯერეთ კარანტინის ამბები უფრო საინტერესო და სასაცილოა მადლობა ვინც უყურეთ თუ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი შეგიძლიათ გამოიწეროთ ბაი აქვე რომ დაგასპოილეროთ შემდეგ ეპიზოდის ისტორიებში შემოდის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ტრანკილო. ხო, ვიცი რომ უცნაური სახელებია, მაგრამ ტრანკილო რეალურია. ნუ, ფაკუნდოც რეალურია, უბრალოდ სახელი არ არის რეალური, სხვა სახელი ჰქვია. მაგრამ არ გაინტერესებს ტრანკილო ვინ არის? ან რა არის?